იგი ეს კაცობრივი ბუნება არის ისეთივე საკუთარი ძეღმერთისთვის, როგორც ის საღვთო ბუნება. მაგრამ მათ შორის არის განსხვავებები. და მოდით სამი განსხვავება წარმოვაჩინოთ. პირველი განსხვავება. ადამიანური ბუნება ქმნილია საღვთო უქმნელი. ამ ქმნილში იგულისხმება, რომ გარეშე მოწერილია, ანუ სივრცეში და დროში დასაზღვრულია. საღვთო ბუნება სივრცეში და დროში არ არის დასაზღვრული. ყოველგან მყოფია. მეორე, ადამიანური ბუნებას კონკრეტულ ჟამს იღებს ძეღმერთი. კონკრეტულ დროს იღებს ძეღმერთი. და კერძოდ ხარების დროს იღებს ძეღმერთი. როდესაც ახარებს თავარანგელოზი გაბრიელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იტყვის ახამხევალი ღვთისა, მაშინ ხდება ჩასახვა, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან. აი მაშინ იღებს იძენს უკვე ძეღმერთი კაცობრიულ ბუნებას, ადამიანურ ბუნებას. მაგრამ საღვთო ბუნება როგორაა? საღვთო ბუნება ძეღმერთს მარადიულად აქვს, სოფლის დაფუძნებამდე. წინასაუკუნოვანად აქვს. რას ნიშნავს სოფლის დაფუძნებამდე წინასაუკუნო და მარადიულად აქვს? ყოველთვის ქონდა მას ეს საღვთო ბუნება. მესამე, კაცობრიულ ბუნებას იღებს მარადქალწული მარიამისგან. ვინაიდან მარადქალწული მარიამი შობს მას კაცობრივად. ძეღმერთს მარადქალწული მარიამი შობს კაცობრივად. და გამომდინარე იქიდან, ნახეთ რა ხდება, გამომდინარე იქიდან, რომ ძეღმერთი იშვება ქალწული მარიამისგან და მის შობაში მის ხალი მონაწილეობა არ აქვს მამაკაცს მიღებული, არამედ სული წმინდისგან იქნება მიდგომილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და იშვება ასე ძეღმერთი, ანუ იესო ქრისტე. ამიტომ კაცობრივი შობის მიხედვით იესო ქრისტე იწოდება უმამოდ. უმამოდ იწოდება. იმიტომ რომ დედა შობს და უმამოდ იწოდება კაცობრივი შობის მიხედვით. მაგრამ ნახეთ რა ხდება. ეს კაცობრივზე ვთქვით. მაგრამ ძეღმერთი ესევე იესო ქრისტე წინასაუკუნო და მარადიულად იშვება მამისგან. იშვება მამისგან როგორ წინასაუკუნო და მარადიულად. ნახეთ სიტყვა იშვების არის აწმყო დროში. რას ნიშნავს აწმყო დრო? მარადიულობას გამოვხატავ. ამ სიტყვა იშვების არ აქვს არც დასაწყისი და არც დასასრული. იშვების ეს მარადიულობის გამომხატველია. მაგრამ სარწმუნოა და ნამდვილია ის, რომ ძეღმერთი წინასაუკუნო და მარადიულად იშვების მამისგან. ნახე, იქაც შობა მაქვს მამის მიერ, საღვთო ბუნებით. იქაც შობა მაქვს. და აქაც ადამიანის შემთხვევაში, ადამიანურობის შემთხვევაშიც აქაც შობა მაქვს. ორივეგან შობა მაქვს. ამიტომ